მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ქალბატონებო და ბატონებო, ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი და დღეს ხუთშაბათია 10:09-ზე, როგორც ყოველთვის, თქვენ 1 საათში, 1 საათის განმავლობაში თქვენგან კავშირებაში იქნება ახალგაზრდული ცენტრის საათი, ახალგაზრდული პოლიტიკა. დღეს ვერ ავსდებოდით ჩვენ ვერანაირად იმ მიმდინარე მოვლენებს, რაც ამ კვირეების განმავლობაში მიმდინარეობს. დღეს რაღაცა კონკრეტული თემა არ გვექნება არჩეული, გვექნება ყველაზე აქტუალური თემა, რომლითაც დავიწყებთ, ეს არის NDI-ის კვლევა. ჩვენი პოზიციები შეგვიძლია ამასთან დაკავშირებით გამოვთქვათ, გამოვხატოთ, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ პირდაპირ ეთერში 388-105 და აფიქსიროთ თქვენი მოსაზრება, დასვათ კითხვები. მე ახლა წარმოგიდგენთ დღევანდელი გადაცემის სტუმრებს, საზოგადოებრივი მოძრაობა ახალი რეალობისათვის ბატონი მერაბ შათერიშვილი, საზოგადოებრივი მოძრაობა დედაქალაქი ყველა უბანში ბატონი ზაზა აგლაძე და არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიცია ბატონი გურამ ადამაშვილი. სანამდე ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ პირდაპირ უკვე დავიწყებდეთ თემაზე საუბარს. მე მინდა რომ გამცნოთ ერთი ინფორმაცია. ბატონი გურამის ორგანიზაცია პოზიციამ გააკეთა კვლევა მედია კავშირ Free TV-სთან ერთად. NDI-ის უკავშირდება ეს კვლევა, თუ არ ვწდები სახელწოდებით, გჯერათ თუ არა NDI-ის კვლევების. ახლა თუ შეიძლება ჩავთვლოთ ფირი, გავეცნოთ თუ რა შედეგი მივიღეთ და გავაგზავნებთ შემდეგ უკვე პირდაპირ ეთერში საუბარს. არა. პოლიტიკური პარტიების რეიტინგს თუ გულისხმობთ, არა. საერთოდ ზოგადად რაღაც მონაცემებში ხანდახან გამოვზით ხოლმე რაღაცა არტყავენ ზუსტად ხანდახან. რა ვიცი. არა მგონი. რატო არ უნდა ვენდობოდე? თქვენაზე ზატოსა. ვიცი ვენდობი და იმიტომ. არა. რატო? ტრადიცია არის, საერთოდ მაგათ აქვს, თუ ისე ნაციონალების ხარჯზე არიან და როგორ შეიძლება რომ ენდო მაგათ. ოფიციალურად ვაცხადებ. საერთოდ ეგენი უნდა წავიდნენ აქედან, საერთოდ გაანებონ თავი რა. არა. არა. რატო? 15 წლის განმავლობაში ერთი და იგივე ადამიანი ველში დადის. როგორ უნდა ვენდო? ვისთანაა კონტრაქტი დადებული? აქედან გამომდინარე ყველაფერი გარკვეულია მე მგონი. არა, არ ვენდობი. რატო? არ მომწონს. მაინც რატო არ მოგწონს? სტუდია. არა. რატო? არ ვენდობი. ვენდობი. არა. იმიტომ რომ NDI არის წარმომადგენელი კონკრეტული პოლიტიკური ძალის. ის არ არის არასამთავრობო ორგანიზაცია, ეს არის კონკრეტული სამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ამერიკის შეერთებული შტატების ნაციონალ-დემოკრატიული ინსტიტუტის სახელით უშუალოდ დემოკრატების მიერ და ეს ყოველთვის გამოხატავს ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს. ასე რომ მისი მხედველობაში მიღება ჩემი აზრით არის სიბრიყვის ტოლფასი. ვენდობი, კი. რატო? სხვათა შორის გუშინ იყო თუ გუშინ წინ არ ვენდობით, ვინიც ის რას იმაშვებიანო, ესენი რას ეყრდნობიან, მე ვენდობი. რატო და ეს ახლა გამოკითხვით? უცხო არ ვიტყვი. კი. რატო? რა ვიცი. ვენდობით. არ ვიცი. არა. რატო? რამდენჯერ მოგვატყულა NDI-მ არჩევნების წინ რა ისინი ჩამოთვალა. გახსოვთ? პროცენტები გამართლდა? არ ვიცი, რა იმდენად არა. რატომ როგორ? რა ვიცი, რანაირად იქნებიან. არც ვიცნობ რა არის. კი, ვენდობი. რატომ თუ შეიძლება? რა ვიცი, როგორ გითხრათ. ოპტიმისტი ხონდა იყო ადამიანი. ვენდობი. რატო? რა ვიცი, ასე მგონია რომ სიმართლეს ამბობს. იქ რაღაც პატარა ნიუანსები შეიძლება იყოს რაღაც ზეთი, მაგრამ მთლიანობაში ვფიქრობ, რომ არა. იმიტომ რომ არ არის ობიექტური, ვერ ვატყობ რომ ობიექტურია, იმიტომ კი არა რომ ტელევიზორში ამბობენ. აი მე თვითონ ასე მეჩვენება. ვერ გეტყვით, იცი საინტერესო კი იქნება რომ გავეცნო მონაცემებს. არავის კვლევებს არ ვენდობი. რატო? არ ვიცი, აპრობირებული მეთოდია საერთოდ საქართველოშიც და სხვა ქვეყნებშიც. მაინც რა პროცენტული მაჩვენებლებიც უნდათ, მაინც იმას წარმოაჩენენ და ის იქნება რა. არა. რატო?
არ მაინტერესებდა იმიტომ. დიაის კვლევები. ენდო, და რატო? ნახოთ. არა. იმიტომ რომ სიტყვილებს ამბობენ. მაინც რა თქვილებს? რა ვიცი, ადრესი იძახდნენ, ეგენი და გამტყუდნენ. აი, არჩევნებზე რა მოვთ? ხო, გამტყუდნენ, აი. გამტყუდნენ, რომ ამდენი ხმას უჭერს ესენიო და არ აღმოჩნდა ის სწორი. აი, წინა არჩევნებზე მოგეხსენებათ, რომ თითქოს გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა ხმას აძლევდა ნაციონალურ მოძრაობას, მაგრამ ასე არ აღმოჩნდა და მე ვიცი რამდენიმე რომელმაც NDI-ის კვლევის დროს ხმა მისცა ნაციონალურ მოძრაობას და ამბობდა, რომ მეშინია რომ არ გამთქვან და იმიტომ მივეცდო რომ ნამდვილად არ მივცემ ხმასო. აქედან გამომდინარე არ ვენდობი და სხვა ახლა მათი საქმიანობის შესახებ რომ გითხრათ დაწვრილებით არა ვიცი რა. მაგრამ აი თუნდაც ეს ფაქტი ჩემთვის დავბრუნდით ჩვენ პირდაპირ ეთერში, ვნახეთ არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციის მიერ ჩატარებული ეგრეთ წოდებული გამოკითხვა მეგობრებო და ჩვენი თვალით ვნახეთ მოსახლეობის პოზიცია, თუ რაოდენი ენდობიან თუ არ ენდობიან ეს ადამიანები და ზოგადად დღევანდელი გადაცემაც მინდა აი ამ თემიდან დავიწყო. ჩვენ ვერანაირად ვერ ავწდებით NDI-ის გამოკვლევას, რადგან ამ გამოკვლევის საფუძველზე საქართველოში ძვრები იწყება, ცდელობა ამ ძვრების დაწყების, თითქმის ყველა ის აქტუალური თემა, რომელიც უკაცრავად აქტუალური თემა, რომელიც მუსირებს ტელე რადიო სივრცეში ეს დღეები, ყველა თემა აბსოლუტურად ყველა თემა რაღაცნაირად პოლიტიზირებულია. Ratom აი ამაზე ვისაუბრებთ დღეს და თითქმის ყველა თემას უდევს საფუძვლად NDI-ის კვლევა. მე არ მინდა რომ პირველ რიგში მინდა რომ ბატონ გურამთან გადავიდე შეკითხვით ბატონო გურამ რამ განაპირობა ეს ამ გამოკითხვის ჩატარება, რატომ გადაწყვიტეთ ახლა ამჟამად და თქვათ აქამდე არ გამოგითქვამთ ასეთი სურვილი. მოგესალმებით პირველ რიგში მივესალმები ჩვენს ტელემაყურებლებს. რაც შეეხება კონკრეტულ კითხვას, მოგეხსენებათ NDI-ის ისტორია, საიდან მოდის, როგორ მოდის, რა მიზნებს ემსახურება. ჩვენ გვახსოვს 2012 წელს მისი გამოქვეყნებული შედეგებით. თუმცა საინტერესოა, რომ ეს ორგანიზაცია ხარჯავს ძალიან დიდ ფინანსებს, იქიდან გამომდინარე, რომ თითქოს საზოგადოებას დააჯეროს რაღაც გარკვეული შედეგები და ამ შედეგების უკან ვინ დგას, რატომ დგას და რისთვის დგას, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს ყველაფერი არ იცის. ის შეფასებები, რა შეფასებებსაც თვითონ NDI პროცენტული მაჩვენებლით წერს ზოგადად, რა თქმა უნდა, მე როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციის ხელმძღვანელს და ეს პირადად ჩემი სუბიექტური აზრია, ემსახურება გარკვეულ პოლიტიკურ ინტერესებს და აქედან გამომდინარე, მე როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელი არ მინდა რომ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული შედეგებით საზოგადოება შევიდეს გარკვეულ შეცდომაში. ამიტომ, როდესაც NDI-მ გადაწყვიტა ახლა რამოდენიმე კვირის წინ, რამდენიმე დღის უკან უბრალოდ გამოქვეყნებინა ვითომ და წინა საარჩევნო შედეგები თუ აი ხვალ-რო არჩევნები იყოს, ვის დაუჭერდით მხარს, რა თქმა უნდა, მათ ძალიან დიდი თანხა დახარჯეს იმისთვის, რომ მათი პროცენტული რაოდენობა საზოგადოების უმეტესობას გაეგო. ესეც ერთგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედებაა, რომ დაუშვათ რაიონში რომელიღაცა მოსახლეობა, რომელიც უყურებს რაღაც გარკვეული პროცენტების შედეგებს, სამწუხაროდ მათ არ აქვთ იმის ინფორმაცია, რომ NDI საიდან მოდის, როგორ მოდის, რანაირად მოდის და მათ ჯერათ ეს ყველაფერი, რომ აი თუნდაც ამ კვლევის შედეგებიდან გამომდინარე გრიმიტობენ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. მაბატე გაწყვეტინე, რადგან რაიონზე საუბრობ. ანუ შენ რას ამბობ, რომ ეს რესურსი დახარჯეს რაიონში, თქვა წარმოდგენილი არა, პასუხს როგორ იღებენ მაშინ? ანუ ჩვენ საუბრობთ, რომ მათი განწყობა ზუსტია, რაც გულისხმობ. კი, აი მაგაში თბილისში საზოგადოება უფრო ინფორმირებულია გარკვეული პოლიტიკური მოვლენებიდან გამომდინარე. ანუ მე შეურაცხყოფას რა თქმა უნდა არავის არ ვაყენებ, უბრალოდ ინფორმაციულ ვაკუუმზე ვსაუბრობ ამ წუთას და რაიონში უფრო მეტად იჯერებენ, ანუ ტელევიზიიდან ნალაპარაკე
ლაიკებს, ანუ ამის თქმა მინდა ვიდრე თბილისში. ამიტომ NDI-ის ძირითადი მიზანი არის ის, რომ საქართველოს მასშტაბით მოსახლეობას დააჯეროს, რომ ნამდვილად ერთიანი ნაციონალურ მოძრაობას საზოგადოება უჭერს ღიად მხარს და ესეც ერთგვარი კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, არის ფსიქოლოგიური მიდგომა საზოგადოებასთან მიმართებაში, რაშიც იხარჯება უამრავი თანხა. და ეს საიდან ფინანსდება და როგორ ფინანსდება, რა თქმა უნდა, ეს ცალკე საკითხია კიდევ დამატებით. რაც შეეხება ხე ჩვენს ინტერესებს ამ შემთხვევაში, უბრალოდ მე როგორც სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელს არ მინდა საზოგადოება შევიდეს შეცდომაში, ამიტომ გამიჩნდა სურვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციას აქვს თავისი საინფორმაციო პორტალი TV-Free, რომელიც დაგვეხმარა აი ამ კვლევების შედეგების დადებაში და ჩვენ არა მარტო ვიდეო მიმართულებით არამედ სამი მიმართულებით ვკითხავდით, ანუ ხალხში ვატარებით გარკვეულ გამოკითხვას. ნაწილი იყო სატელეფონო ზარების მეშვეობით, სადაც ანუ სხვადასხვა ასაკის მოსახლეობასთან ჰქონდა ურთიერთობა და ნაწილი იყო არასამთავრობო ორგანიზაცია პოზიციის ახალგაზრდული ფრთის მიერ, ანუ ახალგაზრდები ეგრეთ წოდებულ ცოცხალ ანკეტას ავსებინებდნენ მოსახლეობას. ანუ საერთო ჯამში ჩვენ გამოვიკითხეთ 325 ადამიანი და შედეგები რაც იყო, ანუ ვიდეოს ჩათვლით დაახლოებით ესე მერყეობდა, რომ 10% იყო, რომელიც თავს იკავებდა, ანუ პასუხის გაცემისგან, დაახლოებით 25% უჭერდა, ანუ ჯეროდა NDI-ის კვლევების და ეს დიდი პროცენტული მაჩვენებელი, რაც გამოიხატებოდა 65%-ში, რა თქმა უნდა, არ ჯეროდა და მე ამასთან დაკავშირებით, ანუ როდესაც ეს შედეგები მივიღე, გავაკეთე პოზიციის სახელით ბრიფინგი და პირდაპირ ეთერში მოუწოდე და თქვენი ეთერის საშუალებითაც მოუწოდებ აი NDI-ის წარმომადგენლებს, რომ მზად ვარ ნებისმიერ დროს გავიდე მათთან ერთად ქუჩაში და გამოვიკითხო მოსახლეობა, რამდენად ენდობიან ამ ორგანიზაციას. დიდი მადლობა, ალბათ მეც ვერ ავწდები ამას დღეს მიუხედავად იმისა, ჩემი ამპლუისა, მეც გავაკეთე ამასთან დაკავშირებით განცხადება და ჩვენ ვამზადებთ ახლა რაღაცა პატარა პეტიციასავით ტექსტივით, რომ ცენტრალურ ოფისში ამერიკაში, სადაც არის მათი ოფისი, გადავაგზავნოთ იქ და ვთხოვოთ მათ, რომ უფრო მეტად კომპეტენტური პიროვნებები გამოუშვან აქ საქართველოში სამუშაოდ, რადგან ცოტა სპეციფიკა არის აღრეული ძალიან და თუ კი მათ პრეტენზია ექნებათ, მეც გამოვთქვამ ამ სურვილს, რომ პირველ რიგში წარმოგვიდგინონ რა კითხვარებით ხდება ამ ტექსტუალური შედგენა, ვთქვათ, ამ სოციალური კვლევის და ამ გამოკითხვის და ამის შემდეგ შეიძლება საუბარი. თემას ვერ ავწდებით თავისთავად და ძალიან საინტერესო სახელწოდებით მინდა გადმოვიდეს ახალი რეალობისთვის ბატონო მერაბ. ასე ქვია თქვენ საზოგადოებრივი მოძრაობას. ახალი რეალობა დღესდღეობით ვხედავთ რა სიტუაციაა, რომ ერთი ორგანიზაციის რაღაცა ეგრეთ წოდებულმა პატარა კვლევამ მინიმუმ გამოიწვია ის, რომ დღეს ვხედავთ სამართლებრივი თუ არასამართლებრივი, ამაზე უფრო მეტად თქვენ უნდა ისაუბროთ, რადგან ახლა სტუმრები თქვენ ბრძანდებით, სამართლებრივი თუ არასამართლებრივი დავა რუსთავიორს საფუძვლათაც ესუდევს, თუ კი ვინმეს უფლება ბჭყალებში რომ ვთქვათ ირგვლევა თუ არ ირგვლევა, აი NDI-ის კვლევა უდევს საფუძვლად ადამიანებმა, რომლებმაც ნახეს ის საშინელი კადრები და ის საზიზღრობა, პირდაპირ ეთერში ვიტყვი, ის საზიზღრობა, რაც ყველამ ნახეთ ჩვენ ამ 3 დღის განმავლობაში 2 ვიდეო დაიდო, ამასაც NDI-ის კვლევები უდევს, რომ თურმე ვიღაცამ გამოაქვეყნა ეს, იმიტომ რომ NDI-ის კვლევების მიხედვით, აი ახალი რეალობა მივიღეთ ასეთი. თქვენი პოზიცია მაინტერესებს, როგორც საზოგადოებრივი მოძრაობის წარმომადგენლის, რას მიაწერთ ამ ყველაფერს, ეხლა ნდობა არ ნდობაზე რო არ ვისაუბროთ NDI-ის, ეს თქვენი პოზიცია ცოტა ხნის წინ ჩვენ საუბრობდით კიდევაც. აი რა რეალობაში ვიმყოფებით, რა ახალი რეალობაა დღეს ჩვენს წინ? მივესალმები თქვენს მაყურებელს, მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისთვის. პრინციპში ეგ არის NDI-ის ეს კვლევა არის ერთი ამოცანის, ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, შკალა, ერთი გეგმა ეს ქვეყანაში შემოიტანოს არეულობა ასეთმა კვლევებმა, ამას გადაება რუსთავიორის ეს პროცესები, როცა რუსთავიორს სურს, რომ კანონიერი ჩარჩოებიდან
იტანოს ასე ვთქვათ დაპირისპირება პირადი ბიზნეს ინტერესებისთვის სასამართლოში, გამოიტანოს და აქციოს საზოგადოების ასე ვთქვათ თვალსაჩინში მოაქციოს ეს და თავი აჩვენოს როგორც საქართველოს მოსახლეობას, ასევე ევროპისა თუ ამერიკის საზოგადოებას, რომ იჩაგრება მედია საქართველოში და ფაქტიურად ეგ ემსახურება სწორედ იმის გათეთრებას, რასაც ქვია ყავარჯნიანთა დინასტია. მე უბრალოდ ერთამეს დავზენ და აქედან მოკლედ ძალიან მოკლედ გავშლი NDI-ის საფუძველს თუ რატომ აქვს მას იმის შესაძლებლობა რომ დააფიქსიროს თითქოს და ამომრჩევლის უმრავლესობა უჭერს 13% უჭერს მხარს ნაციონალურ მოძრაობას. თავიდანვე ვიტყვი და ყოველთვის ვიმეორებ, რომ ეს ყველაფერი შედეგია სწორედ ვაი კოჰაბიტაციის. აი იმ ასე ვთქვათ ავადსახსენებელი პოლიტიკისა, რომელიც ნება-უნებლიეთ ქართული ოცნების, ასე ვთქვათ, სამთავრობო ხელისუფლებამ, სამთავრობო პარტიამ მოახვია ქართულ ხალხს და თვითონვე აღიარებს ამას, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ვინდა ქართული ოცნების თვითონ ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც განაცხადა დღეს, რომ ქართველი ხალხი რომ ისე არ ექცევა ნაციონალებს როგორც კადრებშიაო, მას ამის თქმის უფლება ჰქონდა და რატო ჰქონდათ, იცით? მან იცოდა ძალიან კარგად იცოდა ჩვენ რა სასტიკ, ესე იგი, რა დაუნდობელ ძალასთან ჰქონდა 9 წლის განმავლობაში ურთიერთობა და რა წნეხის ქვეშ იყო ქართველი ერი. მაგრამ მეორე განცხადება ვნახოთ, აი პარალელში ვავლებ ახლა NDI-ის, რუსთავიორის აჟიოტაჟ და აგერ ახალი დემოკრატი, ლიბერალის გამოჩეკილი პრეზიდენტის განცხადებას. მას ამის განცხადების უფლება ნამდვილად არ ჰქონდა, რადგანაც მან ძალიან კარგად იცის და იცოდა ჩვენ რა გავიარეთ 9 წლის განმავლობაში. ესე იგი, მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ აი ეს კოაბიტაცია რო არ ყოფილიყო, ის რაც განაცხადა დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა, მან იცოდა და ჩვენ ყველამ ვიცოდით, ვისთან ჰქონდა საქმე, 10 შემთხვევაში გადარჩენის ხელი რაღაც დემოკრატიული, ასე ვთქვათ, ხავერდოვნული ურთიერთობა ნაციონალურ მოძრაობასთან ჩვენ არ უნდა დაგვეჭირა და საზოგადოებაც უკვე სირთულეში სწორედ ამან ჩააყენა და დღეს მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უნდა ვიყოჩაღოთ, ჩვენ უნდა დავდგეთ სადარაჯოზე, რომ ამ შუბში ძალ გაწყვეტილებს, ვისაც ფაქტიურად ყავარჯენი აქვს შუბში ნამდვილად, არ მიეცეს ხელისუფლებაში, ასე ვთქვათ, თუნდაც იმის ფიქრის საშუალება, რომ ისინი მობრუნდნენ ხელისუფლებაში და NDI სწორედ ამ აი მივედით უკვე იქამდე, რომ ზუსტი ის არის ანალიზი ამისი, რომ აი ზუსტად ამ კოაბიტაციამ, ამ წათამამებამ, დემოკრატიულმა, არასწორმა დემოკრატიულმა წათამამებამ გამოიწვია 60%-ის ნიჰილისტურად განწყობა. მოსახლეობის 60%-ს არ აინტერესებს დღეს პოლიტიკური პროცესი, რადგანაც ის მათი მოლოდინი იყო, რომ ესეთი კანიბალური ხელისუფლება, როგორიც იყო ნაციონალური მოძრაობა, ეს უნდა დამთავრებულიყო და ნამდვილად დასრულების გზაზე იყო ის. მე მახსოვს 2012 წელს ისინი ფაქტიურად 2 ოქტომბერს უკვე ჩემოდნებზე ისხდნენ და რადგანაც გადარჩა, აი ახლა ჩვენ სიღმეში თუ წავალთ, ვიცით რომ ქართული ოცნების კოალიციაში შემოვალ ზოგ პარტიებსაც, ლიბერალურ პარტიებსაც დიდი დამსახურება აქვს. იმისთვის გადარჩა ეს პარტია ნაციონალური მოძრაობა, რადგან ისინი სუნთქავენ სწორედ ნაციონალური მოძრაობის ბაზაზე, როგორც კი ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკაში არ იქნებოდა, მათი რეიტინგი ისედაც ნოლია და აბსოლუტურად გაქარწყდებოდა, არ უნდა დაეშვა ეს ქართულ ოცნებას. 10 შემთხვევაში არ უნდა დაეშვა და NDI-საც მიეცა საშუალება, რადგანაც მოსახლეობის იცის, რომ მოსახლეობის რაღაც 30% ასე ვთქვათ აქტივშია, 70%-ს უკვე ანაწილებს როგორც უნდათ. მიმიხდით? 13%-ს აძლევს იმას, რა ქვია, ნაციონალურ მოძრაობას, 12%-ს აძლევს ქართულ ოცნებას და ბოლო დასკვნას ვიტყვი რა. აი მე პრინციპში ახლა თქვენი ტელევიზიის საშუალებით მოუწოდებ სწორედ იმ 60%-ს, რომ არაფრით შეიძლება ხელის ჩაქნევა. რინგზე ხედავთ, რომ უსასრულოდ გააგრძელა ბრძოლა ქართულმა ოცნებამ ნაციონალურ მოძრაობასთან. რინგიდან ესე იგი პირველ რიგში ჩვენ უნდა მოხსნათ როგორც მაყურებელმა ნაციონალური მოძრაობა. აუცილებლად რომ სხვა ახალი ძალა დადგეს და ქართულ ოცნებასთან ერთად იბრძოლოს
არჩევნებში. ნაციონალური მოძრაობა ფაქტიურად თუ ჩვენ რინგიდან არ გავასვენეთ, მე გეუბნებით ჩვენ ქართული ოცნების ვერანაირ ვერც მინუსებს დავინახავთ, ვერც პლუსებს დავინახავთ. მე მინდა დავიჯერო ნამდვილად, რომ ქართული ოცნება ეს 60% ხო აიგივებს ნაციონალურ მოძრაობასთან. მე არ მჯერა, რომ ქართული ოცნება ნაციონალური მოძრაობის ადეკვატური პარტიაა და თუ ვიდრე ჩვენ არ ჩამოვაცილებთ ან ტანდემს, ესე იგი და რინგიდან არ გავიყვანთ ამ როგორ გითხრათ, აი მართლა შუბში ყავარჯენ ნის მქონე ძალას პოლიტიკური სარბიელიდან ხო ჩვენ ვერ დავინახავთ ქართული ოცნება არის თუ არა ღირსეული ხელისუფლება. ამიტომ აი ამ 60%-ის მოსახლეობის ჩვენ ეხლა საზოგადოებრივი მოძრაობები გავერთიანდით რამდენიმე ჩემი საზოგადოებრივი მოძრაობა, აგერ ზაზა აგლაძე მიზის გვერდით მისი საზოგადოებრივი მოძრაობა, მისი კი არა უბრალოდ დამფუძნებელია ამ მოძრაობის გია კოტკოტაშვილის ქართული მისია, ჩვენთან არის გია ბეძენიძე თავისი პოლიტიკურ საზოგადოებრივი ძალით ვეტერანთა გაერთიანებით, მასში ბევრი საზოგადოებრივი ვეტერანთა გაერთიანება შედის და ფაქტიურად ჩვენ ველოდებით ყველა ჯანსაღ საზოგადოებრივი მოძრაობის ჩვენთან ერთად გაერთიანებას და ჩვენ აუცილებლად შევეცდებით, რომ ეს 60% როგორმე მოვატრიალოთ საზოგადოება და აი ეს ავადსახსენებელი, ასე ვთქვათ, კოაბიტაცია როგორმე გავარღვიოთ და სახელი დაეთქვას ყველას. ქართული ოცნება არ არის ის ძალა და ის ხელისუფლება, რომელიც არჩევნებით აწავა. და ნაციონალური მოძრაობა ჩვენ ვერ მოვიშორეთ არჩევნებით და ჩვენ 2012 წლის ბრძოლა უნდა გავაგრძელოთ. დიდი მადლობა ბატონო მერაბ, მე მესმის ემოციები, ძვირფასო ტელემაყურებლებო, მეც ძალაუნებურად გამომდინარე დღევანდელი ჩემი ამპლუისა ვიკავებ თავს, იმიტომ რომ ეს რამოდენიმე დღის განმავლობაში მქონდა ჩემ ორგანიზაციასაც აქტივობა, ჩვენ ამ საზოგადოებრივ სხვადასხვა მოძრაობებთან ერთად ბევრი აქტივობა და ჩვენი პოზიციები გამოვხატეთ და თუ დღეს ემოციური გამოვიდა ეთერი, ველოდებით ასევე მაყურებლებისგან პოზიციების დაფიქსირებას გვაპატიეთ, რადგან ის რეალობა, რომელი რეალობის წინაშე დღეს აღმოჩნდით, ნამდვილად არ მეგონა, თუ კი 2012 წლის სექტემბრის მოვლენების იმ კადრების შემდეგ მე ვნახავდი ისეთ კადრებს, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ღამეს და ძილშიც კი შეგიშლიდა ხელს. ბატონო ზაზა, მე გადმოვალ პირდაპირ თქვენთან შეკითხვით, რა ხდება დედაქალაქში? როგორც ბატონი პრეზიდენტი აცხადებს, რაღაც ქაოსისკენ მიდის ეს ყველაფერი, მას უნდა აიღოს თავის თავზე, პოზიცია ასეთია, რომ რეალურად რაღაცა მოდით დავსხდეთ და ვისაუბროთ. თქვენ ერთ-ერთი ორგანიზატორი ხართ იმ აქციების თუნდაც, რომელი აქციებიც მიმდინარეობს ჩვენ ქალაქში და რეალურად რასთან გვაქვს საქმე? ეს დაპირისპირება, ეს მართული პროცესია, ეს რაიმე დესტაბილიზაციამდე მიგვიყვანს ჩვენი ასეთი ქმედებები თუ რა გველის ხვალ და რა გველის ზეგ, იმიტომ რომ ხვალ და ზეგ ჩვენ კიდევ კვლავ იქნება ისეთი აქტუალური თემები, რასაც ქვია თუნდაც რუსთავი 2, ნაციონალური მოძრაობა უკვე გადავიდა ისეთ რეჟიმზე, რომ ჩვენ არ გვაინტერესებს საერთოდ სასამართლო რას გადაწყვიტავსო, ჩვენ ჩვენი მეთოდებით ვაპირებთ ბრძოლასო. აი თუნდაც იმ გადმოსახედიდან ბატონო ზაზა, რამდენადაც მე თქვენს პიროვნებას მეგობრობთ და ვიცნობთ, ანუ უპირისპირდებით ნაციონალურ მოძრაობას, რას უპირისპირებთ მასთ? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის ეთერში, ხალხ მაყურებლებს, ობიექტივის. მოდით ზუსტად დავიწყოთ იქიდან, რომ ქალაქში მართლაც დედაქალაქში არის ის სიტუაცია, მით უმეტეს ეს ბოლო რამოდენიმე დღე, რაზეც შეიძლება პრეზიდენტს ესაუბრა, მაგრამ მე არ მგონია, რომ ის ამას გულისხმობდა, რასაც ახლა მე ვიტყვი. რთულად არის საქმე, მე რამდენიმე დღის უკან ვიყავი ისევ თქვენს ეთერში ობიექტივის, აბა ჩვენ სხვა არავინ არ გვეძახის სამწუხაროდ და მადლობა თქვენ ამისთვის, რომ თქვენ გვიწვევთ ხოლმე და მე მაშინაც ვთქვი და ეხლაც გავიმეორო, ძლივს ვაკავებთ ხალხს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს. თქვენ დარწმუნებული იყავით ამაში, როდესაც რამენაირად გააქტიურდება ნაციონალური მოძრაობა, აი წამს ეს ზარები არ წყდება არც ჩვენთან, არც ოფისში, არც პირადად ჩემ ტელეფონზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ანუ პრაქტიკულად სერიოზულად მე ამას არავითარი იმის გამო რომ რაღაცას ვაშინებ მე მოსახლეობას, გულწრფელად ვამბობ, არის შეიძლება ეს მართლაც გადავიდეს იმაში, რომ პირადი ანგარიში სწორება გაუწიოს ვიღაცამ ვიღაცას ნაციონალური მოძრაობიდან. იმიტომ რომ ეს თავხედი ძალა, რომელიც დღეს მე თითს მიქნევს ისევ იქიდან, აი ამ ყველაფრის გამკეთებელი, რა ჩვენ ნახე და რა ჩვენ ისედაც ვიცოდით და მოსმენილი გქონდა ყველაფერი, მაგრამ თვალნათლივ ნახა დღეს მოსახლეობამ ეს ხო რამოდენიმე
კადრია პატარა იმ ხელა უზარმაზარი მასალიდან, რომელსაც ალბათ რამოდენიმე ათეული დღე დაჭირდება, რომ მასებიდან 28000 ფაილია და თქვენ წარმოიდგინეთ, ამას არ ეყოფა რამოდენიმე ათეული დღე, რომ ეს ყველაფერი ინახოს, ან დაინახოს, არც არის საჭირო მართალი რო გითხრათ ყველაფრის ნახვა, მაგრამ თუნდაც ეს საკმარისი იყო იმისთვის, რომ ხალხში გაღიზიანება ამას გამოეწვია. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ ეს შეიძლება გადაიზარდოს რაღაც ქაოსში და დესტაბილიზაციაში გამორიცხულია, მე გეტყვით რატო, იმდენად რამდენადაც ჯერთი ამის თავი არ აქვს ნაციონალურ მოძრაობას, რომ დაუპირისპირდეს თუნდაც დედაქალაქში. თუნდაც მისი 13%-იანა და ესეც გაბერილია, არ არის ის 13%. თქვენ ნახეთ და ყველა უყურებთ დღესაც, გუშინაც რუსთავიორთან რა ხდებოდა, ხო, თუნდაც სასამართლოს ეზოში. იქ არ იყო ის რაოდენობა ხალხისა, რამდენიც იქ მუშაობს. თუნდაც ტელევიზიაში რაც მუშაობს, იმდენი ხალხი არ იყო იქ მისული, ხო? ეს ნიშნავს იმას, რომ იგივე ზეწოლით სამსახურს დაკარგავ ამას ვიზა, იქაც რაღაც მასალები ექნებათ იმათზეც, რა თქმა უნდა, თავიანთვის შენახული, რომლითაც აშანტაჟებენ ამ ხალხს. დარწმუნებული ვარ. და მე იმასაც გეტყვით, სადღაც მოვყარე დღეს თვალი წავიგითხე, რომ ფრთხილად იყავითო ჟურნალისტებს ეუბნებოდი, თორემ მე ვიცი, რომ დაუბრუნდეს კიბარ ხალხს, ვინ წერდა, მე მგონი რამიშვილი. შავა რამიშვილი, ხო? ხო და აღარ მინდა დავამთავრო რაც თქვა იმან რომ მოგიწევთ იქ ისე მიცუცქება მარტივ სუბუქად რო თქვა. რაც შეეხება NDI-ის კვლევებს, მე ჩემი ბოდიში ბატონო ზაზა Skype-ია შემოვიყვანოთ და გავაგზავნოთ შემდეგ. გისმენთ თქვენ ეთერში ბრძანდებით, დაგვიფიქსირეთ თქვენი პოზიცია. გამარჯობა. მოგესალმებით. მე ესეთი კითხვა მაქვს თქვენ სტუმრებთან. აი ესეთი ისტორიული გამოთქმა არსებობს. ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლოდა. მე მგონი აი ეს ბავშვი, რომელიც ახლა ნაციონალებმა ხელში ჩაიგდეს, ეს არის ის, რა ქვია, ის როგორც ითქვა, კონფორმისტული მხარე, რომელიც ჩვენმა ხელისუფლებამ შეინარჩუნა და იმ მონაცემებიდან გამომდინარე, რომ ნაციონალებს უკვე მიეცათ საშუალება სპეკულირების, რომ აჩვენონ გაწვალებული, გაკოტრებული, გაღარიბებული მოსახლეობის ნაწილი, რომელიც მათ გამოც იყო და გაკოტრებული და ახლა ინფლაციამ გააკოტრა. საერთაშორისო არენაზე შექმნა ესეთი როგორც ითქვა სიტუაცია, რომ დღევანდელი ხელისუფლება მაქსიმალურად გაკოტრა მოსახლეობასთან მიმართებაში თავისი არჩევნების დაპირებული პირობის შეუსრულების გამო და აი როგორ შეიძლება ჩვენ ახლა ოცნებას რომ აუხსნათ ისე რომ რაც თქვენ არ გერგებოდათ და მოსახლეობის ნაწილი წაიღეთ, კეთილი ინებეთ და ბიუჯეტში დააბრუნეთ რომ ნაციონალებს ეს კოზირი ხელში არ ქონდეთ, იმიტომ რომ მათ სხვა კოზირი არ აქვს ახლა. თავისთავად ცხადია, NDI-მაც, ყველამაც ეს თავისთავად ცხადია ხელზე დაიხვია და ახლა 28%-ის ნაბიჯად რომ 14 დაუწერა, ეს ჩვენთვის გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ NDI ყოველთვის ცდილობს, მაგრამ ეს არ არის, როგორც ჩვენ ვიცით, 60%-ია 50, იმიტომ რომ ოცნება ხარდამჭერების უმრავლესობა დაითვალეთ, აბა ბურჯანაძე აღარ არის მისი მომხრე, როგორც იტყვიან, პატრიოტთა ალიანსი არ არის, ალასანია გამოვიდა, დავითაშვილი გამოაკვდა, ყობა დავითაშვილი და კიდე სხვა ბევრი მრავალი გია გაჩიჩილადი და როგორ შეიძლება გაგრძელდეს სიტუაცია, თქვენ რა გონია, როგორ დავიხმაროთ ოცნებას, რომ აღიდგინოს ღირსება. დიდი მადლობა პოზიციის დაფიქსირებისთვის, ბატონო ზაზა, პირდაპირ თქვენ გიკავშირდებათ ეს კითხვა ზუსტად NDI-ზე ვსაუბრობდით და იმ კოზირზე თუ რა კოზირსაც აჭერინებს NDI ხელში. რა უნდა უშველოთ სიტუაციას? ერთ შემთხვევაში აუცილებლად ვეთანხმები მერაბს იმაში, რომ აი სარიელი სივრცე მოედანზე უსუფთავებენ ნაციონალურ მოძრაობას, NDI უსუფთავებს იმისთვის, რომ მერე თქვას, რომ აი როგორც მაშინაც ხო ნახეთ როგორ იყო აი ხალხის განწყობა ესეთია, რომ ამდენი გულგატეხილი თუ დღესდღეობით არა მზადყოფნაში მყოფი ადამიანებისა და შემდეგ დაუწერს ამ ნაციონალებს იმ რეიტინგს, რაც ჭირდებათ მათ და იტყვის, რომ ეს ხალხი ახლა აქედან გამოვიდა, ხო ნახეთ, არა, ვერაფერი ვერ ქნა უცნაური, ისინი რაღაცას მაინც აკეთებდნენ, გახსოვთ რო არის ხოლმე ესეთი ისინი. აი ამისთვის უმზადებს პლაცდარმს, ასე ვთქვათ, მოედანს უსუფთავებს, მაგრამ რაც შეეხება მე აუცილებლად უნდა ვიყო და ვარ კრიტიკული, იმიტომ რომ მე ჩემი ქვეყანა მიყვარს. მე აუცილებლად ვიტყვი ამას და ოცნებას კიდევ ერთხელ აქედანაც შევახსენებ, რომ მათ თუ გონიათ, რომ ის ადმინისტრაციული რესურსი მათი არ არის, ეს მათი ადმინისტრაციული რესურსი. ყოველთვის ვამბობ ამას, რომ ის 13 რა თქმა უნდა არ არის და მეტია ალბათ გაცილებით ამ 13-ზე, მაგრამ ესენი რომ იმის იმედზე არიან, რომ ჩვენ არ გაქვთ ბატონებო ადმინისტრაციული რესურსი, იმიტომ რომ თქვენვე დატოვეთ თქვენი კოჰაბიტაციით თბილისის მერიაში, გამგეობებში, საკრებულოში, სამინისტროებში და ასე შემდეგ. თქვენვე დატოვეთ ის ხალხი თქვენი კოჰაბიტაციით, რომლებიც ჩასაფრებული არიან, გასუსულები არიან, მაგრამ ერთი სული აქვთ, მოbrunდეს, დააკვირდით გარშემო.
აი ხო ვაკვირდებით ყველა დავდივართ ამ ქალაქში თუ რაიონებში თუ სოფლებში რა ხდება როგორც კი ნაციონალური მოძრაობა თავს ამოყობს ან თუნდაც ის ერთი დღით გიგი რო ყავდათ გარეთ გამოშვებული აი ცოტა სხვანაირად იყურებოდნენ აი ეს ტიპები რა ეს ტიპაჟები ამიტომ მე კიდევ ერთხელ მინდა თქვა და იქ სოციალურ ქსელში დავწერე კიდევაც რომ ესე რომ თქვენ ფრჩხილებში რა თქმა უნდა რომ ნუ ხართ ესე გულდამშვიდებულები არ არის ის თქვენი მთლიანად არ არის საქმე ბოდიში გაწყვეტინებ კიდევ ბატონ ზაზა ზარია გისმენთ თქვენ ეთერში ბრძანდებით საღამო მშვიდობისა მე მინდა გითხრათ ის შეგახსენოთ უბრალოდ რომ ერთ-ერთი წარმატებული ამერიკული პროექტია საქართველოს მე მაქვს შეხედულობაში არ ჩატარებული რეფორმები და ეს რეფორმები ჩაატარა ბატონმა სააკაშვილმა ნაციონალური მოძრაობის რა თქმა უნდა დახმარებით აი ეს ნაციონალური მოძრაობა საერთოდ არის აი სამოქალაქო ასე შემიძლია ვთქვა რომ სპეცრაზმი იმიტომ რომ მაგათი მოქმედებებში ყველა მაგათი გამოსვლაში ჩანს რომ ისინი რაღაცნაირად არიან როგორც ჯარისკაცები გამხედრებულები ესე იგი ჯერ ხალხის წინააღმდეგ იყვნენ ადრე როცა თვითონ იყვნენ მთავრობაში და ეხლა კიდე ახალი მთავრობის წინააღმდეგ მაგრამ არ მგონია მე საქართველოში ესე იგი დამთავრდა ეს პროექტი გრძელდება კიდე და აი ეხლა ეს მე მაინტერესებს თქვენ ახალგაზრდები რა სიტყვით აი ამ საღებავებთან წითელ საღებავებთან აი ასე ორგანიზებულად ვინ გააკეთებდა ამას ეს არის ზუსტად ნაციონალების პოჩერკი ხელწერა ნაციონალების ხელწერა აი ეს ნუ გამოვიძიოთ დიდი მადლობა ქალბატონო და აი გურამ მე მინდა გადმოვიდე შენთან ზუსტად ამ კითხვით რომ ქალბატონს და მოსახლეობასაც აქვს ეს აზრი რომ რაღაცა დაწერილი პროექტია რომელ პროექტსაც ძალაუნებურად საქართველოს არის ჩათრეული მნიშვნელობა არ აქვს ახლა პირდაპირ დავაფიქსირებ ჩემ პოზიციას აქ რუსული პროექტია ამერიკული პროექტია რეალურად საქართველოს ჩემი მოსაზრება ასეთი რომ რეალურად საქართველოს უნდა კონდეს იმის საშუალება რომ თავისი პოლიტიკა თვითონ აწარმოოს და არა სხვაგან დაიგეგმოს რაღაცები და რაღაცა ლაბორატორიის უკაცრავად და ვირთხასავით გვაქციონ სულ ყველანი ანუ რა პროექტი გრძელდება რასთანა გვაქვს საქმე თუნდაც იცი რა მაინტერესებს როგორც შენ ახალგაზრდა პიროვნებას ადამიანი რომელიც ძალიან ბევრ კვლევებს აკეთებ და შენი აქტუალურობით გამოირჩევი ყოველთვის ნებისმიერ აქტიურ თემასთან. მოდი რუსთავი ორის თემას ვერ ავწდებით და აუცილებლად უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი. სამართლებრივ შეფასებას არ გთხოვ. მე მაინტერესებს რომ რეალურად დღეს დგავართ იმის წინაშე, უფრო სწორად მედია საშუალებები ცდილობენ ამას და განსაკუთრებით რუსთავი ორის ისეთი პოლიტიზირებული პიროვნებები რუსთავი ორში მომუშავე პიროვნებები გვესაუბრებიან რომ დაპირისპირების წინაშე ვდგავართ. იცით რა არის? ჩვენ ვიცავთ სიტყვის თავისუფლებას, ჩვენ ვიცავთ მედიის თავისუფლებას, რეალურად გვართმევენ, აი რა სიტყვი ამასთან დაკავშირებით. რუსთავი ორი არის თემა. დღეს არის რეალურად აქტუალური თემა, რუსთავი ორი იქნება აქტუალური თემა ორშაბათამდე. ორშაბათს უკვე ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას. რას ელოდები შენ ორშაბათისთვის? ჩემი სუბიექტური აზრია, ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი არის გარკვეულ ხელოვნურ სიტუაციასთან დაკავშირებული, იმიტომ რომ რუსთავი ორის საქმე, ჩემი აზრით ეს არის ორ ფიზიკურ პირს შორის გარკვეული იურიდიული დაპირისპირება. აქ არის სუფთა ბიზნეს მიმართულებით გარკვეულ წილების დათმობაზე, დაბრუნებაზე და ასე შემდეგ. თუმცა ეს იმდენად მსუყე თემაა ზოგიერთი გარკვეული ძალებისთვის, რომ ისინი საკუთარი ტყავის გადასარჩენად ცდილობენ, რომ ეს სიტუაცია გახადონ ერთგვარი პოლიტიზირების საგანი, საზოგადოებაში ატეხონ გარკვეული განგაში იმის, რომ თითქოს მას თართმევენ სიტყვის თავისუფლებას. მე უბრალოდ ვაკვირდები როგორც ახალგაზრდა არასამთავრობო ორგანიზაცია, რამდენი საინტერესო ადამიანია ჩვენ საზოგადოებაში და მე მაინტერესებს უბრალოდ აი მე მინდა მედიას მიმართო ზოგადად, აი რატომ არ აძლევენ ამ ადამიანებს სიტყვის თქმის უფლებას და საშუალებას. არსებობს იგივე რუსთავი ორთან მიმართებაში, ანუ ჩვენ დღეს ვუსმენთ სხვათა შორის ანუ რუსთავი ორის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს და სულ მესმოდა აი ეს ფრაზა და დამოკიდებულება, რომ ჩვენ ობიექტური ტელევიზია, ჩვენ ყოველთვის ვაშუქებთ სიმართლეს, ჩვენ გვართმევთ სიტყვის თავისუფლებას და ასე შემდეგ.
თუმცა აი ამ წლების განმავლობაში და თვეების განმავლობაში ჩვენ მუდმივად გვესმის ერთ მონოტონურ რეჟიმში გარკვეული დიალოგით მიზანმიმართული პროვოკაციული განცხადებები იგივე წამყვანების მხრიდან რომლებიც გარკვეულ ეთიკას ჟურნალისტიკურ ეთიკას არიცავდნენ იგივე სხვადასხვა მიმართულებით თუმცა მე ჩემი მოსაზრებიდან გამომდინარე კიდევ და კიდევ ვამბობ და დავაფიქსირებ ჩემ აზრს რომ ეს არის სუფთა იურიდიული დაპირისპირება ორ ადამიანს შორის იქ ბიზნეს წილებთან დაკავშირებით იმიტომ რომ არც რუსთავი ორი ნაციონალური მოძრაობისაც არ იყო მაშინ ნაციონალურმა მოძრაობამ წაართვა თუ გავიხსენებთ წარსულს თავის ყოფილ მესაკუთრეს ნამდვილ მესაკუთრეს იქ ვიღაცას იძულებით დაათმობინეს რაღაცა წილები იქ ვიღაცას ეს ისტორია ყველას გვახსოვს და ჩვენ ახალგაზრდა თაობას რომლებიც დამიჯერეთ და დამერწმუნეთ ჩემთან ორგანიზაციაშიც ახალგაზრდულ ფრთაშიც ძალიან ბევრი ახალგაზრდაა რომელმაც აი ეს წლები გამოიარა და გვახსოვს ეს ყველაფერი რომ რა ხდებოდა თუნდაც რუსთავი ორის გარშემო და იქ თუ მათ პარტიას მხარს არ უჭერდი ერთ წამსაც კი არ გაძლევენ ეთერისთვის რომ რაღაც გარკვეული აზრი გამოხატო და მე კიდევ ერთხელ აი ერთ ფრაზას ვიტყვი და დავასრულებ რომ თქვენი კითხვიდან გამომდინარე მე პირდაპირ ღიად ვაფიქსირებ რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი ბარიერი იმიტომ რომ ეს არის ერთადერთი საშუალება ეხლა დგას კითხვის ნიშანი გადარჩება თუ არა ნაციონალური მოძრაობა არ უნდა გადარჩეს არ უნდა გადარჩეს და არა თავისუფალი მედია და ამ აზრს ახოვენ საზოგადოებას იქიდან გამომდინარე რომ თითქოს ანუ ლამაზად ფუთავენ. ერთადერთი რაც იცი, აი ლამაზად შეფუთვა და აი არ უნდა შეცდეს საზოგადოება. არ უნდა შეცდეს საზოგადოება, ბატონო მერაბ. დღეს განცხადება გაკეთდა სხვადასხვა მათ მიერ რაღაცა ესეთი სატელიტი ორგანიზაციების მხრიდან რომ ნაციონალურ მოძრაობას გულისხმობ, რადგან აი საშინელებაა თუნდაც მეგობრებო, ძვირფასო ტელემაყურებლებო, საუბრობთ რაზე, რომ არ საუბრობთ რუსთავიორზე, იმიტომ რომ რეალურად რუსთავიორს და აქ ჟურნალისტებზე არ არის საუბარი. აქ არის ნაციონალურ მოძრაობას და მის აქტივზე. მე ჟურნალისტებზე არ ვსაუბრობ. პირდაპირ ნაციონალური მოძრაობის დღეს ბერკეტი აქვთ მათ რომ მართონ ერთ-ერთი წარმატებული პირდაპირ ვთქვი წარმატებული მედია საშუალება რუსთავი 2 რომელსაც იყენებენ პროპაგანდისტვის ზუსტად ბატონო მერაბ აი ამ კითხვით გადმოვდივარ თქვენთან რომ ეს ადამიანები რეალურად ამბობენ რომ ჩვენ კარვებს გავშლით და აქ დავწვევით და აქ გავაგზავნებთ ცხოვრებას უკაცრავად ზარია შემოვიყვანოთ და შემდეგ გავაგზავნოთ უფრო მეტად ძირფესვიანად საუბარი გისმენთ საღამო მშვიდობისა თქვენ ეთერში ბრძანდებით გამარჯობათ რეზო არამაშუკელი გამარჯობათ ბატონო რეზო გამარჯობათ საღამო მშვიდობისა ეხლა მე დროს არ წაგერფევთ დიახ მე მინდა ესეთი რამე შემოგთავაზოთ ეხლა არ არის იმის დრო მე ისავარი ის არის ეს ვენ ერთი უნდა ვიყოთ ყველა ვინც ავართ და ერთად უნდა დავდგეთ თუ შემომიერთდებით არა იმიტომ რომ ჩვენ ქუჩაში გადავინაცვლოთ ეს არ რომ გავუშვათ არავითარ შემთხვევაში მაგრამ ერთი შეკრება გავაკეთოთ ამის ორგანიზებას მე გავაკეთებ მაიმუნებს მაგ გველებს დავანახოთ რომ არსებობს კიდევ სხვა ძალა ამას მე შეგატყობინებ და მე დაახლოებით სადღაც ლაზარეს ეგიდით ყველა გავერთიანდებ და დავდგეთ ერთად მადლობა ღმერთს რომ მან ვერაფერს ხედავ რომელიც მეგობარია ჩემი და ყველას პატივისცემთ მადლობა ღმერთს რომ ჩვენ არც ერთს არ გვაინტერესებს არავითარი სავარძლები და არავითარი პარტიული ისები არა გვაქვს ჩვენ გვინდა ერთადერთი რა მე ასე ვფიქრობ ასე ვხედავ სხვანაირად არ დავეკავდი ერთადერთი ის რომ საბოლოოდ უნდა მივაჭედოთ ამან რუსმანი ბოლოს და ვინც გინდა იყოს არ არსებობს ხა დამთავრდა მაგრამ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის ქუჩაში არ გადავიდეს მაგრამ დავანახოთ ძალა მაგრამ თუ მერს გააგზავნებენ კიდე ქუჩაშიდანაც გადავალთ და სახლებიდანაც გამოვატყრებთ ეგ დაიმახსოვროს უყელამ ძალიან კარგად მე არ მაინტერესებს ეს ხალვაში არაფერი არც ხელისუფლების არავის აზრი არ მაინტერესებს შემაგირო დურავის დოპატიოს ყველაფერს და თელი ცხოვრება თქვენზე მქონდა ვიშვედრი შუბლი ეს არ არის ნინია კაკა ვინ ხრები არია დეგერი
ეგენი დამპლების უყოლა ხები არიან ეგენი ამიტომ მე შეგატყობინებთ ყველას ესე იგი ცოტა ხანში გავერთიანდეთ შევიკრიბოთ ერთად და ძერ საქართველოს უთხრათ რომ ჯერ საქართველოს და მე ყველა პარტია მე ყველა ხელისუფლება მე ყველაფერი დანარჩენი და ერთადერთი ჩვენ არაფერზე ლაპარაკი არ ვექნება თუ დამეთანხმებით ერთადერთი ბოლომდე ჩავაჭედოთ კუბოში ამ დამპლებს ბოლო რუსმანი რომ არ გადარჩეს არც რუსავიორი არც ნაციონალები და არც ის დამპლები ვინც არიან ბანკარშებო და ხო მეუნებია რომ ხის არ აქვს ბაში რატო ვარ მე რესპუბლიკელების წინააღმდეგი და ერთი ხლები არიან ეგენი ერთი ცომისგან არიან გაკეთებულები და ვინც ჩემ აზრია მე ვთქვათ რომ დავდგეთ ერთად თუ ამის უფლება ნახო მე ეს მოგიწოდოთ თქვენ აუცილებლად ბატონო რეზო აუცილებლად კავშირზე ერთმანეთს და მას ძალიან შორს ნუ გადავდებთ კი ბატონო ხო ხედავ კაცი გამოვიდა ახალგაზრდა კაცი პრემიერი გამოვიდა და თქვა და ინდუსი თავს დაესხეთ ეს ბიოცისტერნა ეს კარანება ბარგო ეს ქსოველი ეს მუთაკა რომელიც დადესნა და სახლობანა თამაში დაიწყო და ახლა როლში შევიდა უკვე და დღეს ნახეთ რა ხალხი შემოიკრიბა გარშემო ჭკვიანად იხავით ვიზიებ აქედა მეუნები მაგათ მე ამ დამპლებს ამათ მაგათ ავიწყდებათ ესე იგი იქ კრეისერი დგას თუ ის რაღაც დგას მე არ მაინტერესებს ჩემი სამშობლო ბიოლოგიურად უნდა გადარჩეს ეს ქვეყანა და თქვენ არ გაეთხრიათ გამორიცხულია ჩვენი გადარჩენა მაშინ აცხადებ შვილს არ დავინდობ ვინც ამაში შემეწინააღმდეგება კარგად იყავით და დავუკავშირდეთ ერთი მეორეს გასაგებია ბატონო რეზო ადამიანი რომელიც ეხლა გვესაუბრებოდა ეხლა მაყურებელს არ ჭირდება გაცნობა გიждები ამ ადამიანის რა ვიცი ამ უბრალო ენთუზიაზმით კაცი რომელიც ნებისმიერ მომენტში მზად არის საზოგადოების გვერდით დადგეს ნებისმიერ მომენტში და ყველაზე მთავარი ის არის რომ აი ადამიანი რომელიც საუბრობს თუნდაც იმაზე რომ ამ ადამიანებს ის პოლიტიკური ურსმანი ჩავარჩოთ პირველი იმას მოგვიწოდებს რომ ეს არ გადავიდეს ქუჩაში და ზუსტად ბატონო მე რაზეც საუბრობდით ჩვენ აგერ ბატონმა რეზომ რაც შემოგთავაზე არ გადავიდეს ქუჩაში ხوار ჩანს ის ტენდენციები ზუსტად რომ იცით რა ჩვენ აქ დავწვევით ჩვენ აქ დავიძინებთ ჩვენ არ გვაინტერესებს სასამართლო გადაწყვეტილება ჩვენ უფლებას არ ვიცით აი ამაზე რამოდენიმე წუთიანი შეფასება რომ გავაკეთოთ იმიტომ რომ ნელ-ნელა დასასრულისკენ მივდივართ და ბატონ ზაზასაც რომ რამოდენიმე ვილაპარაკებ ჯერ ერთი რომ კარგი იქნება ახლა ვიცი რომ ეს ხელისუფლება არ დაუშვებს და არც უნდა დაუშვას ჩვენ სამთვიანი აქციები როცა ვქონდა 9 აპრილის აქციებს გულისხმობ კარვებიდან გვიპარავდნენ თუკი 2009 წლისას კი აქციებს და მე ვიცი იქ იმათ ცივინიავი არაუფრინდება თავზე და რომ გამოცადონ ესეთი რაღაც მე მიხვდებიან რა რეჟიმის ქვეშ გავივლია ჩვენ ეხლა რაც შეეხება რუსთავი ორი რომ ფაქტიურად არის იყო და დღესაც არის და ღმერთთან უკნასო ესე გაგრძელდეს ეს იყო პარტიის ტელევიზია ჩვენ კარგად ვიცით ნუ ვიტყუებთ თავს რა ეს იყო სააკაშვილის ტელევიზია გავიხსენოთ იმედის დატერორება იმ ჟურნალისტებს მოუწოდებ დღესო მივიდნენ იქ რა ქვია მარგველაშვილთან რა დღეში იყვნენ მაშინ ნაცემ ძაღლივით რო იყვნენ რო შეეჭრა ის რა ქვია ეს ზონდერები და გავიხსენოთ ის სულ წამოგხდით თქვენ აძირლებო და რა დღეში ჩააგდეს იმედი და რა ტერორის ქვეშ იყო იმედი ვისამსახურებოდა იმედი ძალისმიერი მეთოდებით რუსთავი ვისამსახურებოდა ეს ხო ყველაფერი არის მოგონილი ფასი რომ მედია იჩაგრება საქართველოში ეს არის ტყუილი დღეს მედია ისე არ იჩაგრება როგორც არასოდეს და რაც შეეხება იმ ფასიან პატრიოტებს დღესო იყვნენ იქ ფასიან პატრიოტებს მე ფასიანი პატრიოტები დავათქვი იმას მე დასაკარგი არაფერი მაქვს რეზო ამაშუკელის არ იყოს ის ჩემი უფროსი მეგობარია გასაგებია რომ ფაქტიურად ის ამბობს ასე და ღმერთმა დიდხანს აცოცხლოსო მე ფინალში ვარ და ფინალში ერთ გასწოლას კიდე გავაკეთებო კაცუსო და მე მისი ფინალი უკვე დაწყებული მაქვს არანაირი სამსახური მე არ მინდა არანაირი თანამდებობა არ მინდა ფასიანი პატრიოტებს კი არა გამოვიყვანთ პატრიოტებს რომლებიც თავს დადებენ ამათ ჩაფიქრებული აქვთ აუცილებლად არეულობა საქართველოში რუსთავი ორის NDI-ის გამოკვლევა რუსთავი ორის ეს პათოსი ეს ემსახურება არეულობა სამოქალაქო დაპირისპირება საქართველოში რასაც ჩვენ ცოცხალითავით არ დაუშვებთ იმ მონაპოვას რომელიც 2012 წელს მოვიტანეთ გასაგებია რომ ის არ გაგრძელდა ესეთი მუხტით როგორც უნდა გაგრძელებულიყო ჩვენ გავაგრძელებთ და მე
არჩევნებით გადავწყვიტავთ რომელიმე პარტიის ბედს. დიდი მადლობა ამიტომ ბატონო მერაბ. მობრძანდით პატრიოტებო, ნამდვილო მამულიშვილებო, მაჩაბლის 6 ნომერში და დავგეგმოთ როგორ რანაირად რა გზით წავიყვანოთ საქართველოს. ბატონო ზაზა. მოწოდებები გაისმა, რომელი მოწოდებებიც კიდევ ერთხელ განმეორდები მაყურებლის წინაშე, რომ ემოციები გვაპატიეთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან რაც შოკის მომგვრელი სამ დღეში გვამყოფეს ამ ადამიანებმა, რეალურად იქიდან გამოდის ყველაფერი. რა არის ხვალინდელი დღე ბატონო ზაზა? ძალიან მოკლედ რომ მე აუცილებლად რომ ის რომ ეს ქუჩაში გადავა, აი ამის შიში არ უნდა კონდეს მაყურებს, იმიტომ რომ ეს ძალიან უთანასწორო ბრძოლა იქნება ქუჩაში ბჭყალებში ვამფომას გადასული, ეხა არ შეიძლება ტაისონს აჩხუბა ვიღაც 5 წლის ბავშვი რა, აი 5 წლის ბავშვი პოზიციაში გამოიყურება დღეს ნაციონალური მოძრაობა, აი შეფარდებით თუ ვიმსჯელებთ რა განწყობაც არის ხალხში, მთელ მოსახლეობაში საქართველოში და ვინც უჭერს მაგათ მხარს. ასე რომ ეს გამორიცხულია, თუმცა ყავთ მაგათი შეიარაღებული რაღაც ფორმირებები, რომლებსაც ელოდებიან რომ გამოიყვანონ, ისინი არსად არც ოდესაში წასულან, არც ევროპაში. რაც შეეხება რუსთავიორს, მე ერთ მაგალითს გეტყვი დღევანდელს მარტო მეც არაფერს რა. დღეს გვარამიას თქვამს ესეთი რამე, აი კარგად მე ზუსტად არ ციტირებას ვერ გავაკეთებ, მაგრამ სასაცილოა მე რა. არა, მაგის გარდა სხვა რამეს ვერა, ერთი წუთი სხვა რამეს ვამბობდი. ესე იგი გახსოვთ ხო თქვენ ის რო იყო შალვა ნათელაშვილს ერთ-ერთს ასამართლებდნენ, ანუ სამშობლოს ღალატის თუ რაღაც ესეთი პროკურორი როცა იყო გვარამია, ხო? ასამართლებდნენ როგორც სამშობლოს სამშობლოს მოღალატეს. ხო და დღეს იცით რა უთქვამს? აი ჩემი საყვარელი პოლიტიკოსია შალვა ნათელაშვილი. აი რადგანაც ხალხო შეხედეთ ამას უსმინეთ რა გვარამია. ეს ხო და აი ნუ ეს მთლიანობაში რა ერქვა იმას მოდელირებული ხო აი მოდელირებულია ყველაფერი რა ქრონიკა მაშინდელი და ეს ერთი და იგივეა ყველაფერი ასე რომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მინდა უთხრათ ჩვენს მაყურებელს პირველ რიგში რომ ნურაფრის არც შიში კონდეთ არც არ იქნება ის რაც მათ უნდათ რაც უნდა ქართულ ხალხს და რაც უნდა საზოგადოებას იქნება ის აუცილებლად ძალიან დიდი მადლობა ახალგაზრდული ცენტრის საათი იყო პირდაპირ ეთერში ბატონი მერაბ შათირიშვილი ზაზა აგლაძე ბატონი გურამ ადამაშვილი ჩვენ ყოველ შემდეგ ხუთშაბათს 10:30-ზე შევხვდებით ერთმანეთს კარგად